ცემა, გაუპატიურების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა. ასეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრა საპროტესტო აქციებისას დაკავებულმა საბას ხვიტარიძემ. საბას ხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმაში ედება ბრალი. 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი გაიმართა. პროცესზე მან განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ 4 ნიღბიანი პირი თავისა და გვერდების არეში გამეტებით ურტყამდა და თითქმის უგონოდ მყოფისთვის ხელის მოტეხას ცდილობდა. თქვა ისიც, რომ განყოფილებაში მიყვანამდე და მას შემდეგაც მას აყენებდნენ შეურაცხყოფას, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. რაც საბამ ისაუბრა აღნიშნული დაკავშირა და დაფიქსირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილ დამოკითხვისობში, მათ შორის მითითებულია იმ სავარაუდო პირებზე, რომლებაც იძალადეს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური უკვე აქტიურად დაიწყებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, თუმცა რა თქმა უნდა, ეს იმედი საფუძვლიანი არ არის, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში დღემდე არც ერთი დამნაშავე მოძალადე პოლიციელი არ არის დასჯილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არსებობს არაერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, არა მარტო მოწმეების სახით, არამედ მათ შორის ვიდეო ჩანაწერების სახითაც. და იქამდე სანამ ყველა ამ საქმეზე არ დაიწყებენ გამოძიებას, ჩვენ რა თქმა უნდა გონერული მოლოდინი ვერ გვექნება, რომ მაინდა-მაინც საბაზე იზამენ ამას. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ საბას ხვიტარიძე არის დაზარალებულად ცნობილი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, გულისხმობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. საბას ხვიტარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი. მუხლი პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ეხება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. პროკურატურა მას ედავება, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს საღამოს საათებში თბილისში სასტუმრო მერიოტის მიმდებარედ პოლიციელს ხელკეტით დაესხა თავს. 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული რამდენიმე პირის პროცესი გაიმართა. დილიდან სასამართლომ თედო აბრამოვის, საბა ჯიქიასა და დავით ხომერიკის საქმეებიც განიხილა. თედო აბრამოვის 7 დეკემბერს სამართალდამცველებმა აქციაზე მიმავალი დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვასა ან ტარებას გულისხმობს. ადვოკატი საუბრობს, რომ პირადი ჩხრეკისა და დაკავების დროს თედო აბრამოვის უფლებები დაირღვა და რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს ვიდეო მასალა, რომელიც ობიექტურ ვითარებას უჩვენებდა. ამაზე პროკურორი აცხადებს, რომ დაკავებისას თედო აბრამოვმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და ამის გამო ვერ მოხერხდა ვიდეოს გადაღება. შემდეგ პროცესებზე მოხდება მოწმეების დაკითხვა ბრალდების მხარის, საიდანაც ნამდვილად დადასტურდება ის, რომ თედორი აბრამოვს ბრალი წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია, რომ მას არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ქონია. აქცენტს გააკეთებს დაცვის მხარე იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის არ ყავს არანაირი ნეიტრალური მოწმე, როგორც ფიზიკური, ასევე არ აქვს ნეიტრალური მტკიცებულება, ფოტო-აუდიო გადაღება, ასევე ის, რომ თედორი აბრამოვი დაკავებულია უკანონოდ, ისევე როგორც მისი ჩხრეკა ჩატარებულია უკანონოდ. ასევე მისი უფლებები შეილახა მას შემდეგ, რაც იგი გადაიყვანეს საგამოძიებო ორგანოში, იყო მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა. თავად მითითებულია ოფში, რომ წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოხდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და იმ მომენტში, როდესაც დაიწყეს მათ საგამოძიებო მოქმედება უწევდა წინააღმდეგობას, იყო 3 პოლიციის თანამშრომელი და ვერ შეძლეს მოეხდინათ ვიდეო გადაღება. დღესვე გაიმართა 18 წლის საბა ჯიქიას სასამართლო პროცესიც. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებიან. სასამართლომ განიხილა დავით ხომერიკის საქმეც. მას პროკურატურა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დაცვის მხარეს მოусმინა. ერთი მტკიცებულებაც არ გვაქვს იმის თაობაზე, რომ დავით ხომერიკი ნამდვილად იმყოფებოდა პარლამენტთან თუ არა. ასევე არ გვაქვს ერთი ფოტოც კი, რომ დავითი რაიმე სავარაუდო ძალადობრივ ქმედებას ჩადიოდა. ასევე პრობლემურია ის, რომ თავდაპირველად დავით ხომერიკი დაკავდა ადმინისტრაციული წესით, ასე რომ სისხლის სამართლებრივი ჩხრეკა თავისი დანაწესებით დავით ხომერიკის შემთხვევაში არ ჩატარებულა. საქმეში არ გვაქვს ნეიტრალური მტკიცებულება ჩხრეკა როგორ ჩატარდა, მაგალითად ვიდეო და საქმეში გვაქვს მხოლოდ რამოდენიმე სამართალდამცავის მოწმედ ჩვენება და არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება. ასევე მინდა დავამატო, რომ დავით ხომერიკის მისამართით ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ხომერიქსა და საბა ჯიქიას 7 წლამდე, საბას ხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე, თედო აბრამოვს კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.